საღამოშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. გადავწყვიტე ვიდეო ჩამეწერა, რადგან უამრავი ადამიანი რეკავს, უამრავი ადამიანი კითხულობს თუ როგორ ავართ, სად ვართ, როდის ბრუნდები თბილისში. სტამბოლის აეროპორტში ვართ ახლა მე, ჩემი მეუღლე და ჩემი პატარა ნიკოლა და ბრუნდები თბილისში. ესე იგი, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება მართლაც, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ვიცი რომ ბევრი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დუბაიში, აბუ-დაბიში იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობამ დააორგანიზა ჩარტერები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში, სამშობლოში. პრემიერ-მინისტრს ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება. აუცილებლად, ვისაც სურვილი გაქვთ დაბრუნების, უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს და გამოიყენეთ აღნიშნული შესაძლებლობა. ომანიდან არის ფრენები. ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვები იყო, ანუკასაც უამრავი ზარი იყო ანუკასთან, კითხვები თუ როგორ შეიძლება ომანში მოხვედრა. მანქანით ყოველგვარი პრობლემების გარეშე გზა არის აბსოლუტურად უსაფრთხო ომანში გადასვლა და მოსკატიდან ხდება გადმოფრენა. ჩვენ რიადში გადავფრინდით და ახლა ჩამოვფრინდით სტამბოლში და დღესღამე ვიქნებით თბილისში. ასე რომ, ვისაც სურვილი გაქვთ დაბრუნებით დუბაიდან და აბუ-დაბიდან, საქართველოს მთავრობამ დააორგანიზა სპეციალური რეისები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რაც ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია. მშვიდობა მინდა უსურვო სოფლიოს, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას. მე მგონი ყველა ხვდებით, რომ ამაზე ძვირფასი არაფერია. მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დედებს მიულოცო დღევანდელი დღე. პირველ რიგში ყველას მინდა ჯანმრთელობა გისურვოთ. იყავით ბედნიერები, გახარებულები. მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ დედა ჩემს გვერდით არის და დედასაც ულოცავ. ჯანმრთელობა მინდა უსურვო და ყველა დედას, ყველა ქალს გილოცავთ დღევანდელ დღეს. იყავით ბედნიერები, ღმერთელები, სულ სიხარული და ბედნიერება არ მოგაკლოთ ღმერთმა. გემშვიდობებით, მშვიდობიანი ღამე ყველას, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. აბა დროებით.